გამარჯობა, ეს გადაცემა მსოფლიო კინოპრემიერები კატრშმიღმა, მე კი რუსუდან გიორგაძე ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იურული პერიოდის სამყაროში. დინოზავრების დასათვალიერებლად სტივენ სპილბერგი უკვე მეოთხედ გეპატიჟებათ. რეჟისორი კოლინ ტრევორო კი შთამბეჭდავ სანახაობას გპირდებათ თანაც 3D ფორმატში. წარმოგიდგენთ იურული პერიოდის სამყაროს მიმოხილვას, ფილმის, რომლის ქართული პრემიერაც მის ამერიკულ ჩვენებას ერთი დღით ასწრებს. On an island off the coast of Costa Rica. We've made living attractions so astounding that they'll capture the imagination of the entire planet. Come on! Welcome to Jurassic World. იურული პერიოდის სამყაროს კინოში გაცოცხლება ჩვენთვის იურული პერიოდის პარკის რეალობად ქცევას გავს. Strolled through the woods 65 million years ago. სტივენს სურდა გადაგვეღო ფილმი იმაზე თუ როგორი ურთიერთობა აქვს ცხოველებსა და ადამიანებს და რა მდგომარეობაშია ჩვენი პლანეტა ახლა. იურული პერიოდის სამყარო ეს დიდი ილუზია და სულის შემკვრელი სანახაობაა. როდესაც ცხოველს შენი საკუთარი გართობისთვის ქმნი, ეს ექსპერიმენტი ადამიანებისთვის სასიკეთოდ არ დასრულდება. You got 20,000 people. They have no place to go. ჩემი მთავარი მიზანი ამ ფილმზე მუშაობისას იყო უფროსებისთვის რამდენიმე საათით თავი კვლავ პატარა ბავშვებად მეგზნობინები. იურული პერიოდის სამყაროს გადაღების იდეა ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც ეკრანებზე იურული პერიოდის პარკის ბოლო ფილმი გამოვიდა. წლების განმავლობაში სტივენ სპილბერგი ცდილობდა სცენარი ფილმად ექცია, თუმცა უამრავი ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი განხორციელება მხოლოდ 2015 წლისთვის გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 13 წლის წინ სტივენ სპილბერგს სჯეროდა, რომ იურული პერიოდის სამყარო თემაზე შექმნილ ფილმებს შორის საუკეთესო იქნებოდა და სურდა, რომ ის კვლავ იურული პერიოდის პარკის რეჟისორ ჯო ჯონსტონს გადაეღო. მთავარი როლები კი იურული პერიოდის პარკის ტრილოგიის მთავარ ვარსკვლავებს უნდა ეთამაშათ. ჯო ჯონსტონმა რეჟისორობაზე უარი თქვა. 2004 წელს კი მის რეჟისორად ალექს პროიასი განიხილებოდა. ფილმის სარეალიზაციო თარიღად კი 2005 წლის მიწურულს მიიჩნევდნენ. თუმცა ფილმის გადაღებებს აფერხებდა სცენარი, რომლის ვერც ერთმა ვერსიამაც ვერ მოხიბლა თავად სტივენ სპილბერგი. ერთი წლის შემდეგ სცენარის მორიგჯერზე გადაწერის შემდეგ დადასტურდა, რომ იურული პერიოდის სამყარო 2008 წელს დაიპყრობდა კინოეკრანებს. ფილმის გადაღებები ამჯერად ერთ-ერთი მთავარი სცენარისტის მაიკლ კრიკტონის სიკვდილმა შეაფერხა. იურული პერიოდის სამყაროზე მუშაობაც რამდენიმე წლით შეჩერდა. 2011 წელს კი სტივენ სპილბერგი მაკ პროტოსევიჩს, ამერიკელ სცენარისტს შეხვდა, რომელთან ერთადაც ფილმის სცენარის საბოლოო მონახაზი შექმნა. სცენარის საბოლოო ვერსია კი ფილმის რეჟისორს კოლინ ტრევოროუსა და დერეკ კონოლს ეკუთვნით. 2012 წელს იურული პერიოდის სამყაროს გადაღება დაანონსდა და ისიც გახდა ცნობილი, რომ სტივენ სპილბერგი ფილმის არა რეჟისორი, არამედ აღმასრულებელი პროდიუსერი იქნებოდა. რეჟისორად კი კოლინ ტრევოროუ დამტკიცდა. ეს არის შთამბეჭდავი თავგადასავალი, რომელიც აქამდე არც ერთ ფილმში არ გინახავთ. კოლინი იურული პერიოდის სამყაროს გადასაღებად შესაბამისი კანდიდატურა იყო. ის ნამდვილი ენთუზიასტია, ერთდროულადაა რეჟისორი და იურული პერიოდის პარკის დიდი ფანიც. მე და სტივენმა ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ უყვართ ადამიანებს ეს ფილმი და რა ელემენტები უნდა დაგვემატებინა, რომ იურული პერიოდის პარკი 22 წლის შემდეგაც აქტუალური ყოფილიყო. გვინდოდა ძველი და ახალი თაობის ერთნაირად მოხიბლა. მთავარია ისტორია და პერსონაჟები, რომლებიც დინოზავრების არსებობას გაჯერებენ. კოლინმა ზუსტად იცოდა, რა სურდა.
ის ჩვენში იგივე ემოციას ეძებდა, რასაც თვითონ განიცდა იურული პერიოდის პარკის პირველი ფილმის ყურებისას. ის იურული პერიოდის პარკის ფანია და მიხარია, რომ ახალი ფილმი სწორედ კოლინის ხელშია. დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს შექმნას ფილმი, რომლითაც ფრენჩაიზის შემქმნელები წლების შემდეგაც იამაყებენ. იურული პერიოდის პარკის ფილმებს აქვს სული, რაც ჩემს ფილმსაც მინდოდა ჰქონოდა და მგონი რომ სწორედ ასე გამოვიდა. 2013 წლის 11 იანვარს Universal Pictures-მა თქვა, რომ ფილმს 3D ფორმატში გადაიღებდნენ და ის კინოეკრანებზე 2014 წლის ივნისში გამოვიდოდა. თარიღი შეიცვალა და მან 1 წლით გადმოინაცვლა. ფილმის გადაღებების დაწყებამდე მთავარ როლებზე მსახიობები ბრაის დალას ჰოვარდი, ოსკარის ნომინანტი ფილმიდან სელმა, დევიდ ოიელოუ და გარეთ ჰედლუნდი მიიჩნეოდნენ. მოგვიანებით მთავარ როლზე ჯოშ ბროლინსაც განიხილავდნენ და მას შემდეგ რაც მან პროექტი დატოვა, მთავარ როლს კრიტიკოსები უკვე ფილმის გალაქტიკის მცველების ვარსკვლავს კრის პრეტს უწინასწარმეტყველებდნენ, რაც რამდენიმე თვეში დამტკიც და კიდეც. კრის პრეტს საკმაოდ რთული ილეთების შესრულება დასჭირდა გადასაღებ მოედანზე, მისთვისაც რამდენიმე თვიანი ფიზიკური მომზადება გაიარა. სანამ ტრუკების შესრულებაზე გადახვალ, ყოველთვის უნდა გააკეთო მოთელვა. ეს მნიშვნელოვანია. გაწელვა გეხმარება ტრუკების კეთებაში. ახლა უნდა გადავხდე, დავტრიალდე 90 გრადუსით. დავხარო თავი, ასე შემოვტრიალდე და ბეისბოლისტის მოძრაობა უნდა გავაკეთო. იმედია ერთი დუბლი დამჭირდება. And then baseball slide down to the ground. It makes no difference to me, Chris. You make the call. Slippery. According to my watch, ჩემ საათს თუ დავუჯერებთ 1 საათში 65 მილი გავირბინე. tell all my friends. სასიამოვნო იყო ამ ფილმზე მუშაობა, ჩემს ოჯახს და ფანებს კი ვეტყვი, რომ მიყვარხართ. We're getting ready. ზად ვარ ამ მოტოციკლით პირველი ტრიუკის შესასრულებლად. As you can see, როგორც ხედავთ, ისეთი სამოსი მაცვია, რომელიც წარმოდგენას ქმნის თითქოს ტრით ვარ დაფარული. არადროს მიტარებია მოტოციკლი, არც კი ვიცი შემიძლია თუ არა მისი მართვა. ოდესმე გინახი ვართ ტაბლოიდის ფურცლებზე მოტოციკლით. actually added myself. Thank you. Hey, people at Triumph. Can I? ძალიან მომეწონა და შემიძლია დავიტოვო ეს მოტოციკლი. Thanks. We just went and made it. კრის პრეტს პარტნიორობას იურული პერიოდის სამყაროში ბრაის დალას ჰოვარდი და ვინსენტ დონოფრიო უწევენ. ტრევოროუ ფანებს ფილმის შესახებ სიახლეებზე საკუთარი ტვიტერის საშუალებით აცნობდა. სწორედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან. ფილმის გადასაღებად ოპერატორმა ჯონ შვარცმანმა პანავიჟენ კამერებთან ერთად ერთ-ერთი ის კამერაც გამოიყენა, რომლითაც სტენლი კუბრიკმა კოსმიური ოდისეა გადაიღო. ასევე რეჟისორისა და ოპერატორის ერთობლივი გადაწყვეტილებით იურული პერიოდის სამყაროს გადასაღებად არ გამოიყენეს ციფრული კამერები. ამის პირველი მიზეზი კი ის იყო, რომ გადაღებების ძირითადი ნაწილი ღია ცის ქვეშ იმართებოდა და შესაბამისად სინათლის ფართო სპექტრის გამოყენება იყო საჭირო. იურული პერიოდის სამყაროს გადაღებები 2014 წლის 10 აპრილს დაიწყო და მისთვის გადასაღები მოედანი ჰავაიზე, ჰონოლულუს ზოოპარკში მოეწყო, სადაც პროცესი 4 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. გადაღებებმა კაუაიში გადაინაცვლა და ნიუ-ორლიანში დასრულდა. Welcome to Jurassic Park. როდესაც პირველი იურული პერიოდის პარკი ვნახე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. კინომ ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. Cinema was reinvented right in front of me. როდესაც მე ვნახე პირველად, ფიქრობდი, როგორ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო მეთქი. ამ ფილმმა მოგვანდომა გამხდარიყავით ისტორიის მთხრობელები, რეჟისორები და მსახიობები. ეს იყო გარდატეხა. პირველად ვნახე CGI-ით გაცოცხლებული დინოზავრები. ეს გასაოცარი იყო. Come to life for the first time, it was extraordinary. როდესაც პირველად ეს ფილმი ვნახე, შემეშინა და დღემდე იგივე განწყობა მაქვს. I have a very specific იურული პერიოდის პარკთან ჩემი მოგონებები მაკავშირებს. ის ჩემი სკოლის ბოლო დღეს გამოვიდა კინოში და დღემდე როდესაც მას უყურებ, მახსენდება ემოცია, რომელიც კინოთეატრში მისი ყურებისას დამეუფლა. That was really good. პირველ დღეს ყველა გაოცებულებდი ვუყურებდით ერთმანეთს და თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა: რას ვაკეთებთ აქ? ეს სრული სიგიჟეა. This is so fun. You know how fun this is? This is so fun. Yeah, we kind of feel like we snuck in. ეს ჩვენთვის ერთ დიდ წვეულებაზე ყოფნას გავდა. that little kid in their eyes. There's a lot of surprises in ჩემი მოლოდინი ამ ფილმისგან ძალიან მაღალი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს რეჟისორი ყველაფერს მიაღწევდა.
ფილმის ვიზუალურ ეფექტებზე Industrial Light and Magic-მა იმუშავა. დინოზავრების გასაცოცხლებლად კი performance capture-ი გამოიყენეს, ანუ დინოზავრების თითოეული მოძრაობა რეალურმა მსახიობებმა განასახიერეს. მოვლენები იურული პერიოდის სამყაროში იურული პერიოდის პარკიდან 22 წლის შემდეგ ვითარდება. კუნძულ ნუბლარზე, რომელიც კოსტა-რიკაზე მდებარეობს, პირველი სრულყოფილი დინოზავრების თემაზე შექმნილი პარკი იხსნება. პარკის მეპატრონე Marsan Corporation-ია, რომლის დაკვეთითაც პარკის გენეტიკოსები პირველ ჰიბრიდულ დინოზავრს ქმნიან, რაც პარკში კიდევ უფრო მეტ დამთვალიერებელს იწვევს. თუმცა პრობლემების მთელი კასკადი მას შემდეგ იწყება, რაც ჰიბრიდი საკუთარი საცავიდან გარბის და პარკის დამთვალიერებელს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის. პარკის თანამშრომლებმა კი დამთვალიერებლებისა და საკუთარი თავის გადარჩენა უნდა შეძლონ. მუსიკა იურული პერიოდის სამყაროსთვის მაიკლ ჯაკინომ დაწერა, რომელმაც რამდენიმე თემა ჯონ უილიამსის მიერ იურული პერიოდის პარკისთვის შექმნილი კომპოზიციებიდან აიღო. She's a highly intelligent animal. She will kill anything that moves. იურული პერიოდის სამყაროს გადაღებები Universal Pictures $180 მილიონ დაუჯდა. თუმცა ფილმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შემოსავალი ბიუჯეტს ბევრად გადააჭარბებს. Thanks everybody. That was awesome. You're the best.